პროდუქტებს, თამბაქოსა და იმპორტირებულ ავტომობილებს შეეხება. პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი გეგმა გააჯანსაღებს თუ კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყნის ეკონომიკისა და ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას. ხელისუფლებას ამაზე დიდი მავნებლობის გაკეთების შესაძლებლობა უბრალოდ ფიზიკურად არ ექნებოდა, რასაც მე იმ ფაქტობრივად ათბუხტიან გეგმაში ვხედავ. ეს გამოიწვევს ზოგადად ეკონომიკაში დამატებით მნიშვნელოვან პრობლემებს. იმ მთავარ მექანიზმის ამოქმედებას არ აპირებენ, რამაც შეიძლება შეცვალოს ლარის ასეთი ძალიან დიდი სიხშირით და მაღალი ამპლიტუდით თამაში. განსხვავებული შეფასებები დღეს ვახოს ანაიას ამბებში 19 საათზე. რას მოუტანს საქართველოს ეკონომიკას პრემიერ-მინისტრის მიერ გახმოვანებული გეგმა ახალ ინიციატივებს ოპოზიციის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ყველაფერზე იზრდება ფასი. ისევე როგორც ლარის დევალვაცია 2053-მდე იზრდება ელექტროენერგიის ფასი. იზრდება ასევე სხვა რეგულირებადი ფასები, იზრდება მედიკამენტების ფასი. ფაქტობრივად მთავრობა წავიდა ფასების დიდ თავისი უაზო პროგრამის დაფინანსებისაკენ. საკმაოდ შოკირებულები ვართ, მეგონი მარტო ჩვენ არა, ყველა ასეთი ერგო ეკონომიკაში. პრაქტიკულად მათ დაანონსეს ის, რომ მოხდება ფასების გაზრდა, რაც კიდევ უფრო დიდი პირთი იქნება მოსახლეობისთვის. პრაქტიკულად მათ დაანონსეს ის, რომ არ მოხდება სათანადოდ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება. არც ერთი ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც ივანიშვილის მთავრობა აპირებს, არ ემსახურება ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის შეჩერებას და პირიქით საპირისპირო ეფექტი ექნება. დაანონსებული ნაბიჯები ავლენს, რომ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი გეგმა, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა იმ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან, სადაც თვითონ შეიყვანა ამ მთავრობამ. ამ გეგმის პარალელურად ჩვენ ვცდილობთ, რომ იმის ფარგლებში რა შესაძლებლობაც აქვს ქვეყნის ეკონომიკას და ქვეყნის ბიუჯეტს დაეხმაროს იმ მოსახლეობას, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა დოლარის გამყარების შედეგად. სოციალური აქტია პრაქტიკულად, რომელიც უსაბუქებს ცხოვრებას პრაქტიკულად ჩვენ 33,000 თანამოქალაქეს. ეს არის პორტფელი პრაქტიკულად 900 მილიონიანი ჩვენი საბანკო აქტივებიდან. პრაქტიკულად პირველი პრეცედენტია არსებული სიტუაციიდან, როდესაც საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთად თანამშრომლობს ბოლო პერიოდში. ფარს უჭერ თამბაქოს აქციზის მომატებას, ისე როგორც საწვავზეც, რადგანაც ეს ნიშნავს ჯანმრთელობისთვის უკეთესი გარემოს შექმნას. დღესვე 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში შევიდა. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია 4%-იანი ეკონომიკური ზრდა და ანგარიშება წარმოდგენილია გაცვლითი კურსით 2 და 5. ახლა რაც შეეხება ეროვნული ვალუტის დღევანდელ ოფიციალურ მაჩვენებელს, ასეთი კურსი ასეთია, $1 2.54 მიუახლოვდა, ანუ გუშინდელთან შედარებით ლარი კვლავ გაუფასურდა. ზოგიერთ კომერციულ ბანკში 2.58-იც კი ფიქსირდება. ჩვენი პირველი სტუმარია რომან გოცირიძე, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. მივესალმები მას. საღამომშვიდობისა, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. საღამომშვიდობისა. ბატონ რომან, თქვენი გუნდიდან ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ დღეს ითქვა, რომ დაგეგმილი არც ერთი ნაბიჯი არ ემსახურება ლარის გაუფასურების, ასე ვთქვათ, შეჩერებას. მაშ რა ამოცანის წინაშე დგას დღეს ხელისუფლება? რატომ დაგეგმა მან ეს ინიციატივები, რომელიც წარუდგინეს გუშინ საზოგადოებას? რას ემსახურება ეს ინიციატივები თქვენი აზრით? ლარი გამოიყენეს საბაბად, რომ ეს არაპოპულარული გადაწყვეტილებები, რაც მიიღო მთავრობამ ამომრჩევლის მოტყუებით, სხვათა შორის საარჩევნო პროგრამაში არ ყოფილა ასეთი დაპირებები და უფრო მეტიც მთავრობამ გუშინ წინ, როდესაც წარმოადგინა პროგრამა მისი დამტკიცებისა, მოატყუა საკუთარი გუნდიც. იმიტომ რომ მათ არ უთქვამს, რომ საწვავზე ფასები გაიზრდებოდა, რომ ავტომობილების დაბეგრვა მოიმატებდა, რომ აქციზი მოიმატებდა სიგარეტზე. არ უთქვა, რომ აკრძალვებს აკეთებს რაღაც მიკროსესხებთან მიმართებაში. არ უთქვამს, აქაც კი, როდესაც პროგრამა წარმოადგენდა და არც იმ პროგრამაში ეწერა, რომ ადამიანებს აუგზავნებდნენ 100,000 ლარამდე სესხის დოლარში აღებას და ბევრი რამ. არ უთქვამს, უბრალოდ ელემენტარად მოგვატყუა უმცირესობა, უმრავლესობა, ამომრჩეველი და ეს გააკეთა იმისათვის, რომ ფაქტობრივად არის ბიუჯეტში სერიოზული გარღვევა, აი ამ თვის ბიუჯეტშიაც კი ფული არ შემოვიდა, ერთი დღე არის დარჩენილი ნოემბრისთვის ბიუჯეტის
შესრულებამდე და ყველა მიმართულებით დანაკლისია. არ მოდის უცხოური გრანტები, არ შემოვიდა კრედიტები, პრივატიზაციიდან ფული არ შემოვიდა საკმარისი ოდენობით, არასაგადასახადო შემოსავალი არ შემოვიდა და ერთადერთი საგადასახადო შემოსავლის გეგმა სრულდებოდა და ისიც ჩავარდა. ანუ მთავრობამ რომ ბიუჯეტი ასე თქვა, გარღვეული ბიუჯეტი შეკეროს, ამისთვის მან მოიგონა ლარის ასე ვთქვათ თემის კონტექსტში ზრდა შემოსავლებისა და ფაქტობრივად ხალხის ჯიბიდან ამოაქვს ბიუჯეტის აი აქციზის განაკვეთის გაზრდით ბატონო რომან რა თანხაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი ჩვენ ვიცით რომ მოგების გადასახადის შედეგად ამ რეფორმის შედეგად დააკლდება სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა ამის დაკომპენსირებას შეძლებს აქციზი და ის 10%-იანი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება მთავრობამ ფაქტობრივად ბიზნესი მოატყუა მან წინასაარჩევნოდ დაპირდა, იგი დაპირდა წინასაარჩევნოდ, რომ ეგრეთ წოდებულ ესტონურ მოდელს აამოქმედებდა, რომელიც მოგების გადასახადის გათავისუფლებას კი არ ითვალისწინებს მის გადავადებას. შემოვიდა ესტონური მოდელი, უთხრა რომ დაუზოგავდა ბიზნესს 500 მილიონ ლარს, ოღონდ ამ 500 მილიონ ლარს იგი გადაიხდიდა ბიუჯეტში გატანის შემთხვევაში და ბიზნესი მაინც დაიბეგრება მოგების გადასახადით, ოდესაც დივიდენდად გაიტანს, ანუ გადავადება მოხდა ამ ესტონური მოდელი და სინამდვილეში ესტონური მოდელით მიცემული შეღავათი მეორე ასე ვთქვათ ხელით ამოიღო თითეული ჩვენგანის და მათ შორის ბიზნესის ჯიბიდან. აბა რას ნიშნავს საწვავზე აქციზის მატება? ნიშნავს რომ გაიზრდება ფასები ყველა მიმართულებით. იმიტომ რომ საწვავის ფასი დაკავშირებულია მრავალ სფეროსთან, არა მარტო ტრანსპორტთან, არა მარტო გადაადგილებასთან, არამედ დაკავშირებულია. ბატონო რომან, აი თქვენი ასე ვთქვათ შეფასებით აქციზის განაკვეთის ზრდით შემოვა თუ არა ის თანხა რაც შეიძლება ჰქონდეს მთავრობას დაგეგმილი. ხომ არ არის აქაც სერიოზული რისკები რომ ეს გათვლა არ აღმოჩნდეს თლად სწორი? საწვავზე აქციზის დიდ ავტომობილების დაბეგურის მატებითა და სიგარეტზე აქციზის დიდ არ არის გამორიცხული რომ მთავრობამ ესტონური მოდელით მიღებული დანაკარგები შეივსობს. მაგრამ ერთი ამ დანაკარგების შევსება და მეორე არის ის რომ ჩვენ ველოდებოდით მართლაც დაბალანსებული ბიუჯეტს, ველოდებოდით რომ მართლაც შემოიჭერდნენ კამრებს პირველადი ბიუჯეტი რომელიც წარმოადგენს არ მოგვეწონა ვინაიდან ამ წლის ბიუჯეტთან შედარებით იგი იზრდებოდა დაახლოებით 500 მილიონი ლარით და ვამბობდით რომ დაბალი ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში და ეს 4%-იც იქნება თუ არა არავინ არ იცის. ეხლა ზრდა არის 2% ნახევარი, როდესაც 3% უნდა იყოს მთავრობის პროგნოზით. არც ერთხელ 4 წელიწადში პროგნოზი არ სრულდება, რა გარანტია გვაქვს რომ მომავალ წელს შესრულდება. ამიტომ ჩვენ ვამბობდით რომ ეს ბიუჯეტი არის არარეალისტური და მთავრობამ თქვა რომ ისეთ ბიუჯეტს შემოვიტან რომ ევროპას გავაკვირვებ, როგორც ერთი კაცი იტყოდა. ევროპა კი არა განგვაცვიფრა და გაგვაკვირვა. ბიუჯეტი იზრდება 1 მილიარდი ლარით. თუ არის 10.1 მილიონი ლარი, მილიარდი ლარი ეხლა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი იქნება 11.1. ანუ 600 მილიონით გაზარდა თვალსა და ხელს შუა და ამბობს რომ რაღაც 10%-ით შეამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს, რომელიც შეიძლება იყოს არ ვიცი 50 ანუ 60 მილიონი ნახავთ ეხლა ჯერ ბიუჯეტი არ გვინახია, ნახეთ დიდი მაკროპარამეტრები, ეკონომიკური ზრდა, მისი დეფიციტი, ნახეთ ბიუჯეტის ზრდა წლის განმავლობაში რამდენი იქნება. რა თქმა უნდა გარკვეული თანხა ბიუჯეტში შემოვა ლარის გაუფასურების გამო, ვინაიდან ფასები მოიმატებს, თუ ფასები მოიმატებს დეგეგეც მოიმატებს, მეტი შემოფული დეგეგედან, მაგრამ მიღებული ბიუჯეტის რეალური წონა, მისი ასე ვთქვათ, ეფექტი ეკონომიკისათვის შემოსავლებზე ბუნებრივია არ იქნება ისეთი, როგორც ის იყო ლარის გაუფასურებამდე. ანუ თქვენი აი ამ მსჯელობის შედეგად ლოგიკას მიყავხართ იქამდე, აი ხა ლარის კურსს მინდა ისევ დაუბრუნდეთ. თუ კი ამბობთ რომ ეს არანაირად ეს ინიციატივები ლარის კურსს და ლარის დასტაბილურებას არ ეხება, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას პროგნოზირებთ რომ წინ ვეღარაფერი დაუდგება? არა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება დამოკიდებულია მრავალ პარამეტრზე. გაუფასურდა უკვე. ეხლა რომს გაჩერდეს, ეს არ არის ის, რაც იყო სექტემბრის თვეში 2.30. დღეს არის 2.54. ამიტომ ინერციით, ოდესაც რაღაცა სწრაფად მიგორავს, ხახუნის ზალით ჩერდება, ხო? მანქანა ჩერდება, ლარი კი არა. რაღაც ეტაპზე გაჩერდება ის, მაგრამ
ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკვე ჩვენი ცხოვრება არ შეიცვალა, რომ ჩვენ მეტად ღარიბები არ გავხდით. ყოველ დღე ღარიბდებით ლარის გაუფასურებით. რაც ყველაზე ასე ვთქვათ, არასამართლიანია. მთავრობამ გადაწყვიტა იძულებით გადაატანინოს გარკვეული კატეგორიის კრედიტორებს დოლარიდან ლარებში სესხი და ამისთვის 65 მილიონი ლარი უნდა აჩუქოს ბანკებს. აი ამ კონვერტაციისას წარმოქმნილი ზარალის დასაფარავად. ურჩევნია მთავრობას, რომ 65 მილიონი დაუმატოს პენსიონერებს. მისცეს პედაგოგებს 65 მილიონი და ზუსტად ეს იქნება ის თანხა, რომელიც მასწავლებლების საშუალო ხელფას გახდის 800 ლარს, რომელიც დაპირდა მთავრობამ საარჩევნო პროგრამაში და ეს უნდა მოუხდარიყო ახლა 2017 წელს. მთავრობის მეორე პროგრამაში მეორე ნახევარი ჩამოაჭრეს, ასე ვთქვათ, აი ამ თავიანთ საარჩევნო დაპირებას და ახლა წერია, რომ 2017 წლიდან, ანუ მომავალი 4 წლის განმავლობაში მასწავლებლების ხელფასი გახდება თურმე საშუალო ხელფასი. ბატონ რომან, და კიდევ ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ, აი თქვენი მოკლე კომენტარი, როდესაც გავიდა ჩვენს ანონსში, ახსენებდით ელექტროენერგიას, მედიკამენტებს, ვარაუდობთ, რომ ამ პროდუქციაზე მოიმატებს ფასები? ეს ელემენტარულია, როდესაც ლარი უფასურდება, როდესაც ჩვენ გვაქვს ზამთარში შესყიდვები ელექტროენერგიის, გაზის და ბუნებრივია, რომ ასევე სხვა საქონლის და ასევე ეზდება ენერგეტიკის სექტორს საწარმოო დანახარჯები, უამრავი პროდუქცია და უამრავი ყველაფერი საქართველოში შემოდის და იმპორტირებულია და ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში დანახარჯების შემთხვევაში მათ ბუნებრივია, რომ ხარჯები ეზდებათ. ერთადერთი გზა, რომ არ გაიზარდოს, არის სუბსიდირება. მაგალითად, სამარშრუტო ტაქსების იქნება თუ ქალაქის ავტობუსების, ისინი ბუნებრივია ვერ იმუშავებენ წამგებიანად, ამიტომ თუ ფასი არ იყო მათ დანახარჯებს დასაფარავად, მთავრობა ან მერია ამ მთავრობა აძლევს ფულს, ეს სუბსიდია. ჩვენ უბრუნდებით შევარდნაძის ეპოქას. ყველაფერი სუბსიდირებული იყო, ავტობუსები, მეტროპოლიტენი, გაზი, ელექტროენერგია. მადლობა ღმერთს, რომ ის ეკონომიკა დამთავრდა და წავედით განვითარების გზაზე. ამ მთავრობამ აღადგინა სუბსიდირება სოფლის მეურნეობაში, გაზი სუბსიდირებულია ეხლა ნაწილობრივ თბილისში. ეხლა ამბობენ, რომ ავტობუსების ფასი არ გაიზრდება, ესე იგი ავტობუსების ბიზნესს დაუმატებენ ფულს ისევ ბიუჯეტიდან. რეალურად ეს ხდება ადამიანებისათვის საჭირო რესურსების სხვა სფეროში გადასროლის ხარჯზე. ეს იგივეა, რაც ფასების და რა შემოსავლები დაკლებია და რა ფასი გაზრდილა. გმადლობთ პირდაპირ ჩართვისთვის. რომან გოცირიძემ უპასუხა ჩვენს შეკითხვებს. ახლა გადმოვინაცვლებთ სტუდიაში, სადაც ჩვენთან ერთად იმყოფება პროფესორი ლადო პაპავა. საღამომშვიდობისა. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონ ლადო. საღამომშვიდობის. წარმოდგენილი პაკეტი ინიციატივების პრემიერ